შუადღემშვიდობის BMG TV-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ. მიმდინარე კვირას საქმიან ქალებს მე მარიამ იზორია თქვენთან ერთად ვმასპინძლობ. თუ რა თემებს უთმობთ დღევანდელ გადაცემას გავიგებთ ანონსიდან, რამდენიმე წუთში კი უკვე პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. საქმიან კვირას და ორშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 3 მარტს 11 საათსა და 30 წუთზე ვმასპინძლობთ ეკა ედიშერაშვილს და თამარ კუპრეიშვილს. ჩილიკა 2024 წელს შექმნილი სტარტაპია, რომლის ძირითადი მიზანია ბავშვებისთვის შექმნას პრემიუმ ხარისხის განმავითარებელი სათამაშოები და ავეჯი. მათი დახმარებით პატარები სწავლობენ ბალანსის დაცვას, კონცენტრაციასა და კოორდინაციას, ლოგიკურ აზროვნებასა და დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვას. მეტ დეტალს სტარტაპზე ქალების ნარატივში ჩილიკას დამფუძნებელი ეკა ედიშერაშვილი მოგვიყვება. ყველაზე მეტად წონის მატება გაზაფხულის დადგომასთან ერთად აწუხებთ ადამიანებს. რატომ ვიმატებთ წონაში? ხშირად ადამიანები ჩივიან, რომ არ მიირთმევენ იმდენს, რამდენადაც წონაში იმატებენ. რა როლს ასრულებს წონის მატების პროცესში ჰორმონალური დარღვევები, გენეტიკური ფაქტორები? როგორია რეკომენდაციები ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევაში? როგორია კვების როლი? რა როლს ასრულებს ძილის სწორი რეჟიმი ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში? რჩევებით და რეკომენდაციებით ქალების ნარატივს ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ კუპრეიშვილი სტუმრობს. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. დღევანდელ გადაცემაში სტარტაპი ჩილიკა უნდა გაგაცნოთ, რომელიც ბავშვებისთვის პრემიუმ ხარისხის განმავითარებელ სათამაშოებს და ავეჯს ქმნის. უფრო კონკრეტულად ჩილიკას ავეჯს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვების კუნთების და სხეულის მოქნილობაში. მეტიც, სხეულთან ერთად ჩილიკას პროდუქცია ზრუნავს პატარებში ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზეც. ქართული ბრენდი ჯერ სულ რაღაც რამდენიმე თვეს ითვლეს, მაგრამ პირველადი შედეგები საკმაოდ წარმატებულია პროდუქციის ჭრილში. ჩილიკას ბიზნეს კონცეფციაზე უნდა ვისაუბროთ რამდენიმე წუთში ეკა ედიშერაშვილთან ჩილიკას დამფუძნებელთან ერთად, თუმცა იქამდე ვნახოთ ჩვენი სტუმრის ვიდეო ბიოგრაფია რამდენიმე წუთში კი უკვე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ეკა ედიშერაშვილი პროფესიით არქიტექტორია, არქიტექტურის დოქტორი. 15-წლიანი უწყვეტი სამუშაო სტაჟით არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში. ამჟამად სამშენებლო კომპანიაში მთავარი არქიტექტორი და პროექტების მენეჯერია, ასევე მიწვეული ლექტორი კავკასიის არქიტექტურის სკოლაში. როგორც ზაგპირდით, ეკა ედიშერაშვილი ჩილიკას დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. ეკა, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. იქამდე სანამ ვისაუბრებდეთ ჩილიკაზე, მინდა თქვენი, ასე ვთქვათ, კარიერული გზა მიმოვიხილოთ. ვიდეოშიც ვნახეთ, რომ 15 წელია, რაც არქიტექტურის მიმართულებით მოღვაწეობდით. როგორ დაიწყო თქვენი, ასე ვთქვათ, კარიერული ნაბიჯები და მერე უკვე ბიზნეს მიმართულებით როგორ გაგრძელდა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიახ, არქიტექტორი ვარ, უკვე 15 წელია. ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე ამ სფეროში. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვფიქრობ, რომ კარგად გამომდის და საკმაოდ საინტერესოა, ამოუწურავია და ბევრი საშუალება გეძლევა ამ არქიტექტურის მიმართულებით. ფანტაზიის განვითარების, ტექნიკური მიმართულებითაც და ვფიქრობ, არქიტექტურა ისეთი თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. ამიტომ გადავალ ჩილიკაზე. ხო, როდის გაჩნდა უკვე ჩილიკას შექმნის იდეა, მას შემდეგ რაც ასეთი კარიერის შემდეგ ხო, ეს ჩილიკა არ უშლის ხელს ჩემს არქიტექტურას, ანუ მე დღემდე ვრჩები და ვარ არქიტექტორი, ეს კი გარდაუვალი თემა. ჩილიკა არის, მე მიყვარს ძალიან გამოწვევები საკუთარ თავთან, სიახლეები მუდმივად სულ რაღაცას ვაკეთებ და ჩილიკაც არის ერთ-ერთი მათგანი სიახლე ჩემთვის, იმიტომ რომ ავეჯთან არ მქონია შეხება, მაგრამ არქიტექტურა დამეხმარა იმაში, რომ რაღაცები შემექმნა და გამეკეთებინა. ყავს 3 შვილი, ამიტომ უცხო არ არის, რომ საბავშვო რაღაცა თემა ავირჩიე. ძალიან საინტერესოა ამ თემაზე მუშაობა, განსხვავებული ნივთების შექმნა და ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში, რაც ჩვენ მოღვაწეობთ, სულ რამოდენიმე თვეა კი, რაც ჩილიკა შექმნილია,
ძალიან ბევრი კარგი განსხვავებული პროდუქტი შეიქმნა და ძალიან ვამაყობ ამით შემიძლია ესე ვთქვა. რა იყო ეს პირველი ნაბიჯები? როდესაც გაჩნდა პირველად იდეა და შემდგომ უკვე უნდა ქცეულიყო ბიზნესად. მოკლედ დაიწყო დაახლოებით ჩარშან ამ პერიოდისთვის, სანამ ეს იყო მე სახელის მოფიქრება, ძალიან ბევრი ვიფიქრე სახელზე, რომელიც უნდა ყოფილიყო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კი, უნდა ყოფილიყო თან თამაშთან ასოცირებული, თან რაღაცა მინდოდა რომ კარგი ქართული სახელი ყოფილიყო, თან უნდა ყოფილიყო რაღაცა თითქოს ეკოლოგიასთანაც კავშირში, იმიტომ რომ ჩილიკა აბსოლუტურად ეკოლოგიური პროდუქტია. გამოყენებული მასალები არის ყველაფერი ჯანსაღი, თვითონ ეს ფანერა რისგანაც მზადდება, დამუშავება რითიც ხდება ზეთიც, ეს არის სათამაშოებისთვის გათვლილი ევროპული დამამუშავებელი პროდუქტი და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში კარგი პროდუქტი შეიქმნა და ხო, დავიწყეთ მოკლედ სახელზე, შემდეგ ლოგოზე ვიფიქრე ძალიან ბევრი, ესეც მინდოდა რომ საბავშვო ყოფილიყო, თან რაღაცა ისეთი კარგი, მარტივი და ვფიქრობ, რომ მივიღე შედეგი, რაც მინდოდა. და ამ ყოველ პროცესში მხოლოდ თქვენ ხართ ჩართული? თავდაპირველად ყველაფერი იყო, ესე მე მოვამზადე, მე მეუღლე მეხმარება ისიც არქიტექტორია და ერთად ვქმნით შემდგომ უკვე რაღაცა ტექნიკურ ნახაზებს და ასე შემდეგ, ისიც ჩართულია მოკლედ თავიდან ბოლომდე და ბავშვები, რომლებიც ესე სარეკლამოდ ყავს გამოყენებული, საოჯახო ბიზნესი გამოგვივიდა საბოლოო ჯამში. უძღვებით ჩილიკას. კი, ერთად ვქმნით ჩილიკას. შესავალში ვთქვი, რომ ეს არის სათამაშოები და ავეჯი, რომელიც ბავშვის განვითარებაზე ზრუნავს და თავისი წვლილი შეაქვს ამ პროცესში. მინდა ჩხავშალოთ ეს თემები, ასორტიმენტზე გავამახვილოთ ყურადღება, რას თავაზობს ჩილიკა მომხმარებელს. ძირითადად ეს არის განმავითარებელი ავეჯი, სათამაშოები უფრო კონკრეტული პატარა მოდელებია, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობის არის, უფრო არის ვთქვათ ეს განმავითარებელი საცოცი, განმავითარებელი სახლი, რომელიც სათამაშოც არის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არის მასზე და ავითარებს კუნთებს, სახსრებს, ასევე თვალის და ტვინის კოორდინაცია, ლოგიკური აზროვნება, რომ ის რაღაცა დაბრკოლება რაც შეხვდება, რომ გადალახოს სწორად. ასევე გვაქვს ბალანსის ხაზი, რომელიც არის სხვადასხვა დაბრკოლებები. ჯერ ერთი ის, რომ ბავშვი სწავლობს სწორ კოორდინაციას, იმიტომ რომ ერთ ხაზზე უნდა იაროს გამართულად. ასევე აქვს ორმაგი არის ეს ხაზი და მეორე მხარეს აქვს დაბრკოლებები, რომლებიც ფეხის ტერფის განვითარებას ეხმარება და პარალელურად უნდა შეინარჩუნოს კოორდინაცია. ანუ ეს ყველაფერი ტვინთან ეს კავშირში უნდა მოაწყოს, მოახერხოს დაკავშირება ტვინის და მისი სხეულის. ანუ სხეულის მართვაში ეხმარება, კონცენტრაციაში, კოორდინაციაში, ასევე ბალანსის დაფა, რომელიც არის, მასზე არის ლაბირინთი და თან ეს ლაბირინთი უნდა გაიაროს, ბურთულა მიიყვანოს ცენტრში და თან უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა, რომ არ ჩამოვარდეს. ასევე გვაქვს ბალანსის, ასევე გვაქვს თაღი, რომელიც ასევე მაგიდად შეიძლება რომ გამოიყენოს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის თან ასევე თითოეული ეს ავეჯი გამოყენებადი, ანუ ვთქვათ, არის რაღაცები, რომელიც 6 თვიდან შეიძლება 5 წლამდე გამოიყენოს ბავშვმა სხვადასხვა მდგომარეობაში. გარდა ამისა, მათი ფუნქციურობა ეხმარება, რომ თვითონ განივითაროს ფანტაზია, ანუ რაღაცები გამოიგონოს, რაღაცების შექმნას თვითონ განივითაროს ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. ბევრნაირი ფუნქციით არის თითოეული ნივთი წარმოდგენილი და ვცდილობთ, რომ ვიდეოებში ავხსნათ ყველა მისი ფუნქცია, რაც შეიძლება რომ გამოიყენოს და დანარჩენი უკვე ბავშვების ფანტაზიაზეა დამოკიდებული, რომელიც ამოუწურავია და ახალი დანიშნულებებით კი, აუცილებლად ყველა ბავშვს შეუძლია განსხვავებული რაღაც დანიშნულებები მიანიჭოს და შექმნას. თუნდაც სახლი, რომელიც ასევე კარავადად შეიძლება გამოიყენონ, თვითონ სახლი ძალიან მრავალფუნქციურია და პლუს ამატებით ბავშვს შეუძლია რომ რაღაცა სხვადასხვა ფუნქციები მიანიჭოს. კი ბატონო, ეკა ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ ეს არის პრემიუმ ხარისხის ავეჯი. მინდა კითხო ნედლეულზე. რა ნედლეულით მზადდება და ეს
ადგილობრივად ხდება ამის შეძენა თუ სხვა ქვეყნებში? შეძენა ხდება ადგილობრივად, ეს არის უმაღლესი ხარისხის არყისყრის ფანერისგან დამზადებული ავეჯი, პირველი კლასის ავეჯი არის, რომელიც ადგილზე ვყიდულობთ, ოღონდ შემოტანილია. მისი აწყობა ხდება ხდება შურუბი, ქართულად როგორ არის, არ ვიცი. და დამუშავება გარედან მისი დამუშავება ხდება ევროპული ზეთი არის ცვილნარევი ზეთი, რომელიც შიდა გამოყენებისთვის არის და რომელიც განკუთვნილია სათამაშოებისთვის, ანუ შეფუთვაზე აწერია, რომ ეს არის ნამდვილად სათამაშოებისთვის განკუთვნილი და ნამდვილად არის ევროპული ხარისხის. ანუ ხარისხზე ნამდვილად პასუხისმგებელი ვარ, რომ არის უმაღლესი ხარისხის შესრულებაც და ხარისხიც. კი ბატონო, და ყველა ავეჯი არის გათვლილი შიდა ინტერიერისთვის. ზოგადად შიდა ინტერიერისთვის არის გამოყენებადი, იმიტომ რომ დამუშავება რითიც ხდება, გარე პირობებს ვერ გაუძლებს და ამიტომ არის მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ბრენდი ჯერ ახალია და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ დეტალზე მიდის განვითარების სხვადასხვა ნაწილში ფიქრი. თუმცა საინტერესოა, ვინ არის ძირითადად ჩილიკას მომხმარებელი? რა გათვლა ქონდათ თავიდანვე? ეს არიან ფიზიკური პირები, სხვადასხვა დაწესებულებები? ძირითადად ჩილიკას სამიზნე აუდიტორია არის მშობლები, რომელთაც ყავთ პატარა ბავშვები, ანუ დაახლოებით 6 თვიდან 7-8-9 წლამდე ბავშვები, ვისაც ყავს ოჯახში, ასევე არის საბავშვო ბაღები, არის სასტუმროები, სადაც საბავშვო სივრცეების მოწყობა აუცილებელია, ზოგან არის, ზოგან არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს. კლინიკები, სადაც არიან პედიატრიული პაციენტები, სარეაბილიტაციო ცენტრები და ასე შემდეგ. ნუ სია არც თუ ისე მოკლეა, რომლებიც არის პოტენციალი აქვს, რომელიც შესაძლებელია რომ გამოიყენოს მოკლედ ეს პროდუქცია. პირველადი შედეგები რას გვეუბნება? რამდენად გაჩნდა მოთხოვნა, რამდენად აქვს პროდუქტს პოტენციალი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა შეიქმნას და ჩილიკამაც უფრო მეტი დატვირთვით და დიდ შეკვეთებსაც ის პოტენციალი აქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომლებმაც ძალიან ბევრი რაღაც შეაჩერა, განსაკუთრებით სტარტაპებს შეეხოთ ეს, მოგეხსენებათ ახალწლად ძალიან ესეთი რთული პერიოდი იყო. ჩვენც გვქონდა რაღაცა გეგმები ახალი წლის პერიოდისთვის, მაგრამ ეს რაღაცები გავაჩერეთ, რაღაცები არ გამოვიდა და ასე შემდეგ. ზოგადად მოთხოვნა არის ამ პროდუქტზე, მაგრამ უფრო მეტად არის საჭირო ცოდნის ამაღლება და ინფორმაციის მიტანა როგორც მშობლებთან, ასევე სამიზნე აუდიტორიასთან, რომ იცოდნენ პროდუქციის შესახებ. ზოგადად ამ ტიპის არა მხოლოდ ჩილიკას, არამედ ზოგადად ამ ტიპის ავეჯსა და სათამაშოების შესახებ. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც დღეს რა ცოდნაც და რა ინფორმაციაც არსებობს ამ კუთხით, აქვს მოთხოვნაც და შესაბამისად ჩვენც კი სამომავლოდ უფრო მეტი იქნება დარწმუნებული ვარ და ჩვენც ვცდილობთ რომ ფეხი ავუწყოთ და დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნა რაც არის. ეკა, როგორ ხდება მომხმარებელთან თანამშრომლობა? გულისხმობ რეალიზაციის ჭრილში როგორ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა ჩილიკას ავეჯი და მე უკვე შეკვეთას რომ მიიღებ დაახლოებით რამდენ დღეში მზადდება და ეს ყველაფერი უკვე თქვენს საწარმოში მიმდინარეობს ეს პროცესები? დიახ. მომხმარებელთან ხდება ონლაინ, ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ვართ. რა თქმა უნდა, იგეგმება სარეალიზაციო კუთხის მოწყობაც, მაგრამ ამ ეტაპზე ვართ მხოლოდ ონლაინ, ნებისმიერ სოციალურ ქსელში შესაძლებელია რომ მოგწერონ და მივიღებთ შეკვეთას, შეკვეთიდან დაახლოებით მაქსიმუმ ვიღებთ 8-10 დღეს, არის პროდუქტები, რომლებიც გამზადებული გვაქვს და შესაძლებელია მეორე დღესვე მივაწოდოთ კლიენტს, თუ არა და ვიღებთ დასამზადებელ პერიოდს დაახლოებით 8-10 დღეს, როცა შეგვიძლია რომ დავამზადოთ და ჩავაბაროთ ესე ლამაზად შეფუთული პროდუქცია მომხმარებელს. პროდუქციის სირცულეიდან და თავისებურებიდან გამომდინარე ფასები დაახლოებით საიდან სადამდე მერყეობს, როგორ შეგვიძლია ამის განსაზღვრა? გამომდინარე იქიდანაც, რომ ეს არის პრემიუმ ხარისხის პროდუქტი და ნედლეული, რომელზეც ჩილიკა მუშაობს. კი ბატონო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პრემიუმ ხარისხი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მრავალ პერიოდიანი სათამაშო ეს არ არის თქო ერთ თვეში რომ ბავშვმა მოიბეზროს, შესაბამისად აქვს ფასებიც, მაგალითად მერყეობს 100
50-70 ლარიდან და ადის თქვა 2000 ლარამდეც კი გაჩნია რომელი პროდუქტი იქნება, რომელთაც დაინტერესებს მომხმარებელს. თქვენ საუბრობთ ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე, თუმცა მინდა პირველადი ეს თქვათ შედეგები გაყიდვების თვალსაზრისით შევაჯამოთ. რა აჩვენა ამ პერიოდმა, რამდენად მოახერხა ბიზნესმა, რომ თავის აუდიტორიისთვის ნაწილობრივ მაინც მიეტანა სათქმელი? ნაწილობრივ მოახერხა. ვერ ვიტყოდი რომ არ ნაწილობრივ შეასრულა თავისი მისია. ვცდილობთ ახლა აუდიტორიის გაფართოებას, რა თქმა უნდა და ამიტომ ვცდილობთ რომ უფრო მეტ ხალხს მივაწოდოთ ინფორმაცია. შესაბამისად შედეგსაც შემდეგ უკვე ვისაუბრებთ, როცა უფრო მეტ აუდიტორიას გავაცნობთ ჩვენს პროდუქციას. რაც ამ ეტაპზე გვაქვს, ნამდვილად ასე თუ ისე მოვახერხეთ ჩვენი სათქმელი რო გვეთქვა და მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის. ეკა, რა როლი აქვს ასეთი ტიპის ავეჯს ბავშვის განვითარებაში? უდიდესი როლი აქვს, შემიძლია ვთქვა, არა იმიტომ რომ მე ვქმნი ამას და ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს, უდიდესი როლი აქვს ბავშვების განვითარებაში. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრ რაღაცაში ეხმარება. ბავშვის სიარული, ხოხვა, თავის დაჭერა, ის რაც აუცილებელია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, ყველაფერში შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ყველაფერში ეხმარება და ამიტომ არის აუცილებელი, რომ რაღაცა თუნდაც ერთი რომელიმე პროდუქტი იყოს ყველა ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია. ასაკობრივი კატეგორია ასაკობრივად მაგალითად 6 თვიდან შესაძლებელია გამოყენება სხვადასხვანაირი მდგომარეობით. მაგალითად თაღი, რომელიც შესაძლებელია როგორც თაღი დაიდოს, მას შესაძლებელია ჩამოეკიდოს რაღაცა სათამაშოები, ან რომ და 6 თვის ბავშვი ქვეშ რომელსაც დააწვენთ, უყურებს როგორც ამ სათამაშოების მოძრაობას თუ სარკეს თუ აი ბევრნაირი ფუნქციით შესაძლებელია რომ გამოიყენოთ და 6 თვიდან ვფიქრობ რომ შესაძლებელია მათი გამოყენება. გააჩნია პროდუქტს, რა თქმა უნდა, ახლა ისეთ რთულს ვერ გამოიყენებს, მაგრამ არის პროდუქტები, რომლებიც 6 თვიდან შესაძლებელია რომ გამოიყენოთ. ეკა, ჩვენი საუბარი მინდა გეგმებით შევაჯამოთ. რა გეგმები აქვს ჩილიკას? არქიტექტორს ყოველთვის აქვს გეგმები. ჩანაფიქრები. ყოველთვის, ამიტომ ჩილიკასაც ვრცელდება ეს. ძალიან დიდი გეგმები მაქვს და ვფიქრობ, რომ ძალიან ეტაპობრივად აუცილებლად განვახორციელებთ. იგეგმება საწარმოს გაფართოება და კარგი საწარმოს შექმნა, რომელიც ასევე ევროპული სტანდარტებით იქნება დაკომპლექტებული ყველანაირად. იქნება მაღაზიაც, რომელიც იგეგმება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გეგმა, ეხლა ყველაფერს ჩავშალო, ალბათ ძალიან დიდხანს მოგვიწევს საუბარი. პირველი ორი, რაც მნიშვნელოვანია, არის ეს. რა პერიოდს უყურებს ეს გეგმები საწარმოს და ფიზიკურ ობიექტს გულისხმობ? დაახლოებით ალბათ აი ეს ყველაფერი, ანუ შენებლობა და ასე შემდეგ, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ალბათ დაახლოებით 2 წლის ვადაში ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს და ლენტი გავჭრათ. კი ბატონო. მადლობა ეკა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები. ამ ორი მთავარი მიმართულებით საწარმოს და მაღაზიას გულისხმობ. უკვე 2 წელში გადავხედოთ ამ გეგმების შესრულების. ემსაც მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. ეკა ედიშერაშვილი, ჩილიკას დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში. სანამ რეკლამაზე გავალთ, მინდა პატარა სიუჟეტი შემოგთავაზოთ ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერებზე. სულ რამდენიმე წუთში კი მორიგ საინტერესო სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. ხელოვნების ძვირადღირებული ნიმუშების შეგროვება წლებია, რაც მდიდარი ადამიანების საყვარელ საქმიანობად იქცა. ეს ზოგიერთ შემთხვევაში ჰობია, ზოგიერთში ხელოვნების ისტორიის შენარჩუნება, შენახვის, დარგის ხელშეწყობის და მისი დაცვის მცდელობა. თუმცა, როდესაც ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ ცალსახად ინვესტირებისა და მოგების მიღების ნაწილიც აქტუალურია. მაგალითად, ნაჰმედების ოჯახი, რომლებიც მსოფლიოში ხელოვნების ყველაზე ცნობილი დილერები არიან, შემდეგი სტრატეგიით მოქმედებენ. თუ გინდა რომ მოგება მიიღო, იყიდე და შეინახე. სწორედ დევიდ და ეზრა ნაჰმედები ფლობენ თანამედროვე და იმპრესიონისტული ხელოვნების ყველაზე მასშტაბურ მარაგს, რომელიც ხელოვნების 4000-დან 5000-მდე ნიმუშს აერთიანებს, მათ შორის მონეს, მატისის, რენუარის, პიკასოს და სხვების ნახატები ხვდებიან. კოლექციის საერთო ღირებულება კი 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ ძმები ხელოვნების დიდ მოყვარულებად ცნობილები არ არიან, მათთვის ეს ბიზნესი და ინვესტირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
დევიდ გეფენი, ამერიკელი კინოპროდიუსერი, კიდევ ერთი მათგანია, რომელმაც თავისი საქმიანობით დიდძალი ქონების დაგროვების შემდეგ ამერიკელი მხატვრების, როგორებიც მაგალითად დევიდ ჰოკნი, მარკ როტკო და ჯასპერ ჯონსი არიან, ნამუშევრების შეგროვება დაიწყო. გეფენი მხოლოდ კოლექციონერი არაა, ის მნიშვნელოვან ძვირადღირებულ ნამუშევრებს სტრატეგიულად ყიდის და დიდ მოგებასაც იღებს. ამჟამად მისი კოლექცია 2 მილიარდ 300 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ხელოვნების მფარველების სახელით ცნობილმა ელი და ედიტე ბროუდებმა კი ბოლო 50 წლის განმავლობაში ომის შემდგომი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით თავიანთი მასშტაბური კოლექცია შექმნეს, რის შემდეგაც ლოს-ანჯელესში ხელოვნების მუზეუმიც გახსნეს, სადაც 200-ზე მეტი მხატვრის 2000-მდე ნამუშევარია განთავსებული. The Broad მუზეუმის გახსნის მიზანი ხელოვნების მხარდაჭერა და მისი ისტორიისთვის შემონახვა იყო, რამაც საერთო ჯამში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ექსპონატი გააერთიანა. მომდევნო ყველაზე ძვირადღირებული კოლექციის მფლობელი ბერძენი მილიარდერი, გემების მაგნატი სტავროს ნიარხოსის უფროსი შვილი, ფილიპ ნიარხოსია, რომელმაც ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კოლექცია მემკვიდრეობით მამისგან მიიღო, მის გაფართოებას კი დღემდე აგრძელებს. ამჟამად ნიარხოსის კოლექციაში ისეთი უნიკალური ნამუშევრები ხვდება, როგორიც ვან გოგის ავტოპორტრეტი და პიკასოს იო პიკასოა. მისი კოლექციაც ასევე დაახლოებით 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ფრანგი მილიარდერი ფრანსუა პინოლტი კი ხელოვნების ნიმუშებს 30 წლის განმავლობაში აგროვებდა. ამ პერიოდში კი თანამედროვე ხელოვნების 3000-ზე მეტი ნამუშევარი დააგროვა, რომელთა შორისაც მარკ როტკოს, ლუჩიო ფონტანას, ჯეფ კუნსტის და დემიენ ჰარსტის ნამუშევრები ხვდება. მათი საერთო ღირებულება ამჟამად 1 მილიარდ 400 მილიონ დოლარს შეადგენს. პინოლტის მიზანი კი შემდეგია: თავისი კოლექცია, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გაუზიაროს, სწორედ ამიტომ მის მიერ შეგროვილი ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბურ გამოფენებზე ხვდება. წონის კლება ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია იმ ფონზე, როცა ჯანმოს მონაცემები ჭარბი წონა ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. წონასთან დაკავშირებული შეკითხვები დღის წესრიგში გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტიურდება. ხშირად ადამიანები წონის დაკლების მიზნით სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. მეტიც ეს მეთოდები შესაძლოა ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანების ფასადაც დაგუჯდეს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველა ამ პროცესში მნიშვნელოვანია პროფესიონალების, ექიმების ჩართულობა. სწორედ მათი რეკომენდაციების მიხედვით უნდა ვმართოთ ყველა საჭირო პროცესი. გადაცემის ამ ბლოკს სწორედ ამ რეკომენდაციებზე საუბარს ვუთმობთ, რისთვისაც რამდენიმე წუთში ენდოკრინოლოგი თამარ კუპრეიშვილი შემოგვერდება, მანამდე კი ვნახოთ სტუმრის ვიდეო ბიოგრაფია, რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. თამარ კუპრეიშვილი 1994-2001 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 2009 წელს კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დოქტორის აკადემიური ხარისხი დაიცვა. როგორც წაგვირდით, თამარ კუპრეიშვილი ენდოკრინოლოგია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, ქალბატონ თამარ, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დედებს და მომავალ დედებს, ვსურვებ ბედნიერ დედობას. ქალბატონ თამარ, საუბარი მინდა დავიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხით. ხშირად ჩნდება დარწმუნებული ვარ თქვენი მისამართით შეკითხვები, რატომ ვიმატებთ წონაში. არის ხოლმე ჩივილები, რომ ადამიანები არ იკვებებიან იმ დოზით, რა დოზითაც იმატებენ წონაში. აი, აქ რა პროცესებთან გვაქვს საქმე, არის ეს ჰორმონალური დარღვევები თუ სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები? სიმსუქნე არის თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ბოლო 60 წლის განმავლობაში სიმსუქნის გავრცელება გაიზარდა დაახლოებით 200%-ით. აქ გამოყოფენ 4 ფაქტორს, ეს არის კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, სტრესი, დეპრესია, შფოთვა და არასაკმარისი ძილი. სიმსუქნე ძალიან მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, კვებასთან, ჭარბი კალორიების მიღებასთან, ენერგიასთან, რომელიც იქნება ამ დროს ენერგეტიკულ ბალანსთან, როცა ვიღებთ უფრო მეტ, ვიდრე ვხარჯავთ. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი, რომელსაც ვიღებთ, ანუ მივირთვით, კალორიები მივიღეთ ტორტის ნაჭრით თუ ხილით, არის განსხვავებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორები. არსებობს გენები, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის წინასწარ განწყობას სიმსუქნისადმი და ხშირად რომ
გვსმენია ადამიანი ამბობს რომ მე შევჭამ ერთი ნაჭერი ტორტი და ჩემმა მეგობარმა იმას და მე გავსუქდი და ის არა რეალურად შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია სიმსუქნის განვითარების პროცესში ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებები ცხიმოვანი ქსოვილის ნაწლავის ჰორმონების და ცენტრალური ნერვული სისტემის კავშირი ეს გზა ხშირად განაპირობებს მადის შექმნებას დანაყრების შექმნებას როცა ვსაუბრობთ სიმსუქნეზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ალბათ ერთი მდგომარეობა ინსულინ რეზისტენტობა ესეთი პოპულარული თემა ხშირად სოციალურ ქსელებში განხილვის საგანია ხოლმე რა არის ეს ინსულინ რეზისტენტობა ინსულინი არის ჰორმონი რომელსაც გამოიმუშავებს პანკრეასი საკვები რომელსაც ჩვენ ვიღებთ გარდაიქმნება გლუკოზა შემდეგ ეს გლუკოზა უნდა შევიდეს უჯრედში რომ ჩვენ მისგან მივიღოთ ენერგია და ამ ფუნქციას ასრულებს სწორედ ინსულინი იმ შემთხვევაში, როდესაც არის ინსულინ რეზისტენტობა, ან გენეტიკური ფაქტორების გამო, ან ორგანიზმში ჭარბი ცხიმის არსებობის გამო, უჯრედი ვერ რეაგირებს საკმაოდ ინსულინზე და ვერ ხდება გლუკოზის ტრანსპორტირება უჯრედში. შესაბამისად, გამოიყოფა სულ უფრო მეტი და მეტი ინსულინი. საბოლოო ჯამში, როცა მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს პანკრეასი, ვითარდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ინსულინ რეზისტენტობა პირველ რიგში ვითარდება კუნთოვან ქსოვილში. შესაბამისად, კუნთებიდან, სადაც ვერ ხდება გლუკოზის სრულად უტილიზაცია, გლუკოზის გადატანა ხდება ღვიძლში და ღვიძლში ხდება ცხიმის წარმოქმნა. შემდეგ ეს ცხიმი ლაგდება შინაგან ორგანოებში, მათ გარშემო და რეალურად ეს არის სიმსუქნე, ვითარდება სიმსუქნე. თქვენ არაერთხელ ახსენეთ სწორი კვება და სწორი ცხოვრების წესი. აი რას გულისხმობს უპირველესად ვისაუბროთ სწორკვებაზე. ხშირად არის ხოლმე ამის ინტერპრეტაცია არასწორად, რომ სწორი კვება უკავშირდება შიმშილს. ასევე მაინტერესებს, რამდენად ინდივიდუალურია სწორი კვება თითოეულ ადამიანისთვის. თქვენთან როდესაც პაციენტები მოდიან, დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა მიმართულებით დგება, ხო, მათთვის რეკომენდაციების გაწევა. რაზეა დამოკიდებული ჩემი რაციონი, ჩემი სწორი კვება, როგორ შევადგინო? სიმსუქნის კურნალობის საფუძველი არის ცხოვრების წესის მოწესრიგება. ეს გულისხმობს კვების მოწესრიგებას, საკმარის ფიზიკურ აქტივობას, ძილის მოწესრიგებას. კვების მოწესრიგება გულისხმობს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საერთო კალორიულობის შეზღუდვას, შემცირებას, ასევე უნდა შემცირდეს მარტივი ნახშირწყლები, უნდა შემცირდეს ცხიმი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ცხიმის სრულად ამოღება არ შეიძლება, 30% კალორიულობის რასაც ვიღებთ დღის განმავლობაში უნდა იყოს ცხიმი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლში იზრდება ცხიმის შემცველობა, ეგრეთ წოდებული ტრიგლიცერიდების რაოდენობა და ამ დროს გულსიზრახე დაავადებების რისკი იზრდება. აუცილებელია რომ მოხდეს კვებითი რეკომენდაციების მორგება პაციენტის ცხოვრების წესთან, მის ინდივიდუალურ კვებით ჩვევებთან, იმიტომ რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. სიმსუქნე არის ქრონიკული დაავადება და ის საჭიროებს მთელი ცხოვრება მეთვალყურეობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს მორგება პაციენტის ცხოვრების წესის გათვალისწინებით იმ რეკომენდაციებთან, რომელსაც ჩვენ პაციენტს ვაძლევთ. პირველი 6 თვის განმავლობაში წონის შემცირება დაახლოებით 5-10%-ით უკვე გვაძლევს მნიშვნელოვან კლინიკურ გაუმჯობესებას. ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ფიზიკური აქტივობა ის გარეშე ძალიან რთულია წონის კლება, განსაკუთრებით გარკვეული ასაკის შემდეგ. ჩვენ რეკომენდაციას უწევთ ხოლმე საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვას, შეიძლება იყოს სეირნობა უბრალოდ, მაგალითად კვირაში 4-ჯერ 40 წუთის განმავლობაში. ну სადღაც კვირაში 150-160 წუთის განმავლობაში. ძილზეც მინდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა დაახლოებით რამდენი საათი უნდა გვეძინოს, როდესაც წონას ვიკლებთ ზოგადად სწორი ცხოვრების წესისთვის და რა როლი აქვს სწორედ წონის კლების პროცესში მოწესრიგებულ ძილს? ძილი არის უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სრულფასოვანი ფიზიკური ფუნქციონირებისთვის, ჩვენი ფსიქიური ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი დატვირთული რეჟიმის გამო პირველი რაც არალდება ხოლმე, რაც მსხვერპლად ეწირება, არის ხოლმე ძილი, როგორც წესი. ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია ამერიკის ძილის ფონდის რეკომენდაცია ესეთი, რომ
უნდა გვეძინოს 7-9 საათი ღამის განმავლობაში. ძილის დარღვევა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ჰორმონულ ცვლილებებთან, მეტაბოლურ ცვლილებებთან, სისხლში მატულობს გლუკოზის ანუ შაქრის დონე, ინსულინ რეზისტენტობა ვითარდება, ან მისი არსებულის უკვე პროგრესირება ხდება, კორტიზოლის დონე იმატებს სისხლში და კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ორი ჰორმონი, გრელინი და ლეპტინი, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს მადასთან, დანაყრების შეგრძნებასთან. გრელინი არის ჰორმონი, რომელიც დაკავშირებულია სწორედ ჩიმშილის ხნობასთან და როცა ძილი არის არასრულფასოვანი, არასაკმარისი, ასეთ შემთხვევაში გრელინის დონე მატულობს და ლეპტინის დონე, რომელიც განაპირობებს დანაყრების შეგრძნებას, მისი დონე ქვეითდება. ანუ ძილი არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ წონის კლება, მჭიდრო კავშირშია სიმსუქნესთან, გარდა ამისა, გულსისდახვთა დაავადებებთან, დემენციასთან და ფსიქიურ აშლილობასთან. და კითხავთ წყალზეც. წყლის დალევას რა როლი აქვს ამ პროცესში? წყალი არის აუცილებელი, იმიტომ რომ როდესაც არის წყლის დეფიციტი ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლის პროცესები ნელდება, ამიტომ მინიმუმ ლიტრი ნახევარი წყალი უნდა მივიღოთ აუცილებლად იმისთვის, რომ წონის კლება მივიღოთ შედეგად. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მიკროელემენტებს ადამიანები თვითნებურად იღებენ ამ პროცესში, მათ შორის წონის დაკლების პროცესში. ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ეს რამდენად არასწორი მიდგომა სხვადასხვა დანამატის მიღება პროფესიონალის ჩართულობის გარეშე. მიკროელემენტებს ზოგადად ხშირად იღებენ პაციენტები წონის კლების სურვილის გარეშეც. ალბათ ძალიან რთულია ცხოვრების რეჟიმის გათვალისწინებით სრულფასოვანი კვება და ალბათ პერიოდულად მიკროელემენტების მიღება გვეხმარება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ექიმის რეკომენდაციით, იმიტომ რომ შეიძლება დაგვაზიანოს არასაჭიროდ მიღებულმა მიკროელემენტმა, ხო? აი მაგალითად ძალიან ხშირად შემხვედრია, რომ ადამიანები იღებენ კალციუმს, ხო? კალციუმი ძალიან საჭირო მიკროელემენტია, განსაკუთრებით გარკვეული ასაკის ქალბატონებში, მაგრამ მისმა მიღებამ ჭარბმა კალციუმმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლკანჭოვანი დაავადების განვითარება, შეიძლება მოხდეს კალციუმის დაგროვება არტერიების კედლებში, ანუ აუცილებელია, რომ განსაზღვრული იყოს სისხლში კალციუმის დონე. ასევე მაგალითად ომეგას ხშირად იღებენ ადამიანები, ხო? ერთი შეხედვით ითვლება, რომ ომეგა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და შეგვიძლია ყველას მივიღოთ. ომეგას გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს მაგალითად წინაგულების ფიბრილაცია, შეიძლება იყოს სისხლდენები. ასევე როგორც ენდოკრინოლოგმა უცილებლად უნდა აღნიშნო იოდის მიღებასთან დაკავშირებით, მცირდება ესეთი შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ მაინც გვხვდება ზრდასრული ადამიანები, რომელსაც შეიძლება ქონდეს კვანძოვანი ჭიყვი, შეიძლება ქონდეს აუტოიმუნური თიროიდიტი, იღებენ იოდის პრეპარატებს და ამ შემთხვევაში დაუშვებელია იოდის მიღება იმ ჯგუფშიც კი, სადაც ჩვეულებრივ ითვლებოდა, რომ უნდა დაგვენიშნა ორსულები და ბავშვები, საქართველოში დისკუსიის საგანია დავნიშნოთ თუ არა იოდი, ამიტომ იოდს განსაკუთრებით და ზოგადად თვითნებურად მიკროელემენტების მიღებას მოვერიდოთ. კი ბატონო, წონის კლებასთან როცა გვაქვს საქმე, ადამიანებს გვიყვარს მარტივი შედეგები ხანმოკლე დროში და ამ პროცესში ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ვაყენებთ ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ხშირად არის ხოლმე ტენდენციური ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დროის შუალედებით კვება, მათ შორის 18 საათიანი, ეგრეთ წოდებული 24 საათიანი. ამასთან დაკავშირებით რას ამბობს მედიცინა? ზოგადად ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ კვების მოწესრიგებას, ანუ თვლით, რომ ადამიანმა წონაში უნდა დაიკლოს ისე, როგორც შეძლებს მერე გააგრძელოს მთელი ცხოვრების განმავლობაში კვება. 18 საათიანი დიეტა დიეტებში ალბათ სხვასთან შედარებით უფრო ჯანმრთელად შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ დაფუძნებულია პრაქტიკულად იმაზე, რომ არის გარკვეული მონაკვეთი დროის, როცა ინსულინის რაოდენობა ორგანიზმში მცირდება, იმიტომ რომ საკვებს არ იღებს ადამიანი, საკვების საპასუხოდ გამომუშავებული ინსულინის რაოდენობა მცირდება. მაგრამ ჩვენ არ ვუწევთ ამ ტიპის კვებას, ენდოკრინოლოგები არ ვუწევთ ამ ტიპის კვებას რეკომენდაციას, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს, ბევრი კვლევა ტარდება და შედეგები ამ დიეტასთან დაკავშირებით არის საწინააღმდეგო.
ამიტომ ალბათ უმჯობესია, რომ შედეგის მიღება გქონდეს გათვლილი ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაზე, იმიტომ რომ წონაში მატებაც ერთ დღეში არ მომხდარა, შესაბამისად წონაში დაკლებაც ერთ დღეში ვერ მოხდება. და შედეგი რომ შევინარჩუნოთ ამისთვის საჭიროა რომ არ ვიჩქაროთ. ნაკლებად მივაყენოთ ორგანის სტრესი და უნდა გავთვალოთ აი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში 5-დან 10%-მდე წონის კლება. კი ბატონო. წონის კლების მედიკამენტებზეც მინდა გკითხოთ, როცა მიკროელემენტებზე ვსაუბრობდით, მათ შორის მედიკამენტების სხვადასხვა საშუალებებს ინიშნავენ ხოლმე თვითნებურად, მათ შორის აი ბოლო პერიოდში ბუმია ოზემპიკის მთელ მსოფლიოში. არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, აი ამასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები გექნებათ? პირველი რეკომენდაცია წონის კლების პროცესში არის, რა თქმა უნდა, ცხოვრების წესის მოწესრიგება. საჭიროების შემთხვევაში საჭიროა დაინიშნოს მედიკამენტი. ოღონდ მედიკამენტი უნდა დაინიშნოს ექიმის მეთვალყურეობით აუცილებლად და მედიკამენტის მიღება, ინექციის გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი. ცხოვრების წესის მოწესრიგების გარეშე მედიკამენტები სამწუხაროდ შედეგს არ გვაძლევს. კი ბატონო, ბოლო პერიოდში ასევე აქტუალური პრობლემაა ქრონიკული დაღლილობა. ამ დროს როგორ ვიქცევით, რასთან გვაქვს საქმე, რა პროცესში უნდა ჩავრთოთ პროფესიონალი, როდესაც შევამჩნევთ, რომ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ? ქრონიკული დაღლილობა არის საკმაოდ გავრცელებული ჩივილი პაციენტებში. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ალბათ უნდა გამოვიყუროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. საქართველოს ითვლება ტრადიციულად ენდემურ კერად, ხო? მიუხედავად იმისა, რომ იოდის დეფიციტი ითვლება მოგვარებულ პრობლემად საქართველოში, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ეს არის სამხარეო პათოლოგია. ამიტომ პირველ რიგში გამოვიყუროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. ყველასთვის ცნობილი TSH და FT4 გამოვიყუროთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რკინის გამოკვლევა, საკმაოდ გავრცელებულია ქალებში განსაკუთრებით რკინის დეფიციტი. სისხლის საერთო ანალიზში რომ არ არის ანემიას, იმას ანიშნავს, რომ რკინის დეფიციტი შეიძლება არ იყოს. D ვიტამინის გამოკვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. D ვიტამინის ძირითადი წყარო ორგანიზმისთვის არის D ვიტამინი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში მზის ზემოქმედებით, მზის სხივების ზემოქმედებით. წლის ცივ პერიოდში ნაკლებად ვართ მზეზე, არასაკმარისი დროით ვართ და შესაბამისად D ვიტამინის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული სისუსტე დაღლილობა საკმაოდ ხშირად გვხდება. კი ბატონო თამარ, ჭარბი-წონის პრობლემას რომ დაუბრუნდეთ, თქვენ დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ სოფლიო მასშტაბით გაზრდილია შემთხვევები და მომატებულია საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებლით. საქართველოში როგორია მდგომარეობა? თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მომართვიანობა რამდენად მზარდია ბოლო წლებში და ძირითადად რა საკობრივ კატეგორიას აწუხებს დღეს ჩვენს ქვეყანაში წონის პრობლემა? დიახ, საქართველოშიც ვთვლი, რომ წონასთან დაკავშირებული პრობლემებმა მოიმატა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ალბათ ეს თვალშისაცემია ბავშვებში, იმიტომ რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი აქვს სამწუხაროდ ბავშვებს. ძალიან ხშირად ქალებს უჩნდებათ აღნიშნული პრობლემა მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ჯგუფში. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გაზრდილია, ეს მაჩვენებელი პრობლემას გვაქვს. მე ვერ გეტყვით სტატისტიკურ მონაცემს, მაგრამ რასთანაც შეხება მაქვს ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, გაზრდილია. იცით რა, სიმსუქნე არ არის მხოლოდ სიმსუქნე ფასდება სხეულის მასის ინდექსით, ხო? წონის შეფარდება სიმაღლესთან. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სხეულის მასის ინდექსი ნორმალური, ანუ შეიძლება ვიზუალურად ადამიანი გამოიყურებოდეს აბსოლუტურად ნორმალურ წონის მქონედ, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის წელის გარშემოწერილობა. სხეულის მასის ინდექსი შეიძლება იყოს ნორმალური და წელის გარშემოწერილობა შეიძლება იყოს ნორმაზე მეტი. ეს არის აბდომინალური სიმსუქნე. ქალებში ევროპაში იყენებენ ასეთ მაჩვენებელს 80 სანტიმეტრზე მეტი და მამაკაცებში 90-90 სანტიმეტრზე მეტი. ამერიკაში უფრო სუბუქი არის, შერბილებულია 88 სანტიმეტრზე მეტრი ქალებში და 102 სანტიმეტრზე მეტრი მამაკაცებში. ანუ თუნდაც სხეულის მასის ინდექსი იყოს ნორმაში, წელის გარშემოწერილობა თუ გაზრდილია, ეს არის აბდომინალური სიმსუქნე და ზუსტად ეს სიმსუქნე არის კავშირში გულსისხლთა რისკების მატებასთან. ასე რომ სიმსუქნე ძალიან გავრცელებული პრობლემაა სამწუხაროდ და არ არის ადვილი მასთან ბრძოლა.
კი ბატონო, და ბოლოს კითხავთ ჩვენ საუბრის დასაწყისში ეთერამდე საუბრობდით, რომ საკმაოდ რთულია ასეთ პაციენტების მართვა უპირველესად იმიტომ, რომ მათი ემოციური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. ამ დროს რა როლი აქვს პაციენტის ემოციურ მდგრადობას ამ პროცესში, როდესაც ექიმთან ერთად, პროფესიონალთან ერთად გადის წონის კლების გზას. ამ დროს რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, მათ შორის სხვადასხვა ჩვევები ჩნდება, ხშირი აწონვა, რაც მერე უფრო მეტად ამძიმებს ემოციურ მდგომარეობას. აწონვასთან დაკავშირებით მე მაგალითად ჩემ პაციენტებს ვეუბნები, რომ შემდეგ ვიზიტამდე აიწონებიან, იმიტომ რომ ადამიანი რო ცდილობს ძალიან რთულია, შეიძლება შედეგი უცებ ვერ მივიღოთ. ანუ ჩვენი ორგანიზმი არის მიდრეკილი, ასე ვართ, ჩვენი გენეტიკა ასე არის ჩამოყალიბებული, რომ მიდრეკილი ვართ, რომ შევინარჩუნოთ ცხიმი, რომელიც გვაქვს. ამიტომ შეიძლება ადამიანმა დაიწყოს წონაში კლება დასაწყისში სწრაფად. იმიტომ რომ ძირითადად დასაწყისში ვკარგავთ წყალს. შემდეგ იწყება გლიკოგენი და ბოლოს იწყება ცხიმის წვა. აი ცხიმის წვა რო იწყება, ეს არის ყველაზე რთული პროცესი და ხშირად ხდება, რომ ამ დროს წონის გაყინვა ხდება, როგორც პაციენტები ამბობენ და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა არ დაყაროს ფარხმალი, გააგრძელოს ექიმის რეკომენდაციების შესრულება და აუცილებლად დროთა განმავლობაში შედეგს მიაღწევს. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი ქალბატონ თამარ საინტერესო რჩევებისთვის და რეკომენდაციებისთვის, გადაცემაში სტუმრობისთვის და წარმატებები თქვენ და ყველა პაციენტს, რომელიც თქვენ დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ. ენდოკრინოლოგი თამარ კუპრეიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ამით კი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე გემშვიდობებით ხვავამდე, თუმცა ბემჯიტვის ეთერს რამდენიმე წუთში საქმის კურსი აგრძელებს.